ნამდვილ ლექციაში გავავლით ტექსტობრივ ფუნქციებს. ტექსტობრივ ფუნქციები გვაძლევს საშუალებას, რომ უკვე მონაცემები იქნება ეს სახელი, გვარი, თუნდაც გავაერთიანოთ, ან პირიქით განვაცალკევოთ და ასე შემდეგ. კონკრეტ ფუნქციის მეშვეობით ჩვენ შეგვიძლია სხვადასხვა ტექსტი ნიშნულობა შევაერთოთ. მაგალითად, აი ამ ცხრილში რაც გვაქვს წარმოდგენილი არის შემდეგი სახის. წარმოვიდგინოთ, რომ დავაექსპორტეთ ცხრილი, სადაც არის ვიზიტი, კლინიკა, ისა, მაგრამ ასევე არის წამოღებული პაციენტის სახელი და გვარი ცალ-ცალკე სვეტად. და ჩვენი ამოცანა არის, რომ ეს მონაცემები გავაერთიანოთ. ამიტომ გავანთავისუფლოთ ეს უჯრები, მეც მივახოვებ და გამოძახოთ ფუნქცია კონკატი. ეს არის concatenate-ის შემოკლებული ვერსია. დავაჭირეთ პირველს და ნახეთ პარამეტრები არის text 1, text 2, text 3. ეს უკვე გულისხმობს text 1, რასთან გაერთიანდეს, უნდა იყოს text 2. მოდი ავირჩიოთ ჯერ სახელი და მძიმე. ეხლა რომ მეორე ტექსტი ავირჩიო ბერიძე ან გვარი, წამოვა ნინო ბერიძე გადაბმულად. მე ხომ მინდა რომ განვაცალკევო მაგალითად space-ით. ამიტომ space-ით ჩვეულებრივი ტექსტი არის, შემიძლია ბრჭყალებში ჩავწერო იგი, ბრჭყალი space და ბრჭყალი, მძიმე და მე ავირჩიო ეს გვარის მონაცემი, ხო? ასე უნდა გამოიყურებოდეს ფუნქცია. ჩემ შემთხვევაში r8 მძიმე, ბრჭყალებში space ბრჭყალი, მძიმე და f8. სახელი და გვარი. დავაწვევ enter-ს და ვხედავ, რომ მართლაც ჩემი მონაცემი გაერთიანდა ერთ სვეტში. ახლა წარმოვიდგინოთ, როცა გვინდა განვაცალკევოთ იგი. წარმოვიდგინოთ, რომ აი ასე ამოვიდა ეს მონაცემი და პირიქით მსურს, რომ სახელი ცალკე წამოვიღოთ და გვარი ცალკე. ამისათვის ცოტა მეტი ფუნქცია დაგვჭირდება, მაგრამ მაინც შევძლებთ ამის განხორციელებას და ეს ფუნქციები რაც დაგვჭირდება არის შემდეგი. ჯერ ყველანაირად რომ აღჭურვილი ვიყოთ საჭირო ინფორმაციით, ცალ-ცალკე სვეტად გამოვთვალოთ. დაგვჭირდება ფუნქცია len. ფუნქცია len შეამოწევს აი კონკრეტულ უჯრაში მაგალითად აქ ჯამში რამდენი სიმბოლო არის წარმოდგენილი. დავწერეთ ფუნქცია len და დავაწვევით enter-ს. ეს გვეუბნება, რომ აი აქ ნინო space ბერიძე იკავებს 11 სიმბოლოს. 11 სიმბოლოთი არის წარმოდგენილი. თუ ჩამოვავრცელებთ ამ ფუნქციას, თითოეული შემდეგი მონაცემისთვის ნახავთ, ხო? ჯამში აი ეს ნინო დოლიძეს 11 სიმბოლოა, თამარ ნოზაძის 12 სიმბოლო. ცოტა ხანში ნახავთ, რა დაგჭირდება ეს. დამატებით რა დეტალით დაგჭირდება ამ ტექსტის განცალკევებაში არის space-ის მე რამდენი არის. აი ამ 11 სიმბოლოში მე რამდენი არის, ამ შემთხვევაში განმაცალკევებელი სახელგვარი space-ია და ვეძებ space. ვიყენებთ ფუნქციას finds. find ფუნქციის პარამეტრი არის ჯერ რას ვეძებთ, ნახეთ, find ტექსტი, რას ვეძებდით იყო space, ხო? ბრჭყალი space ბრჭყალი, მძიმე. და ახლა სად ვეძებთ? ავირჩიეთ უჯრა, start number ახლა კრიტიკული არ არის. ეს სამი თუ კონკრეტებთ მერვეს შემდეგ მოძებნა ან მე-10-ის შემდეგ. ჯერ ამის საჭიროება არ არის, ამიტომ გამოვტოვოთ იგი. მარტო რას ვეძებთ space და სად ვეძებთ უჯრა, ხო? ჩამოვავრცელებ და ახლა ვხედავ, რომ ეს მონაცემი ნინო ბერიძე, რომელიც იკავებს 11 სიმბოლოს, ამ 11-დან მე-5 არის space. გასაგებია, ხო? ახლა მოდი წამოვიღოთ სახელი. სახელისთვის დაგვჭირდება კომბინაცია ორი ფუნქციის. ერთ-ერთი არის left. რადგან სახელი მარცხნიდან უნდა წამოვიღოთ, გვჭირდება ფუნქცია, რომელიც მარცხნიდან მოჭრის კონკრეტულ მონაცემს. გამოძახეთ ფუნქცია left-ი, ავირჩიოთ უჯრა, სადაც არის სახელგვარი წარმოდგენილი. ხო, left-ი ტექსტი ავირჩიე და მძიმე. შემდეგ პარამეტრი არის უკვე number of characters. ანუ რამდენი ქერექტერით გინდა რომ წამოვიღო. რამდენი სიმბოლო გინდა რომ წამოვიღო. ეს როგორ უნდა მივხვდე? ამ შემთხვევაში ნინო არის 4 სიმბოლო. მე მინდა რომ წამოვიღოს 4-იანი. როგორ დავაიდენტიფიცირო? უნდა განსაზღვრო რით არის ხო განცალკევებული, არის space-ით. space-იც უნდა გავიგო მე რამდენია. ეს უკვე გავაკეთე ფუნქცია find-ით. ამიტომ მოდი ახალაც გამოვთვალოთ, დავწეროთ ფუნქცია find-ი, იმიტომ რომ ამ უჯრის კონტექსტში ბარემ ერთიანად გამოვთვალოთ. მომიძებნა space-ი find-მა რომ თითოეული უჯრისთვის ხელით რო არ ვითვალო, ხო? ნინო 4 არის, მაგრამ დავუშვათ ანასტაცია შეიძლება იყოს 9 და ასე შემდეგ. find-ით მოძებნოთ space-ი ისევ იგივე უჯრაში და ვახუროთ ფრჩხილი. ახლა სანამ enter-ს დავაწვევი, გაითვალისწინებთ, რომ მე ვეძებ ნინო ბერიძეს სვეტში იმ უჯრაში მე ამ წამომინდა წამოვიღოს სახელი მარტო, რაც არის 4 სიმბოლო, მაგრამ ჩემი find-ი წამომიღებს space-იანად, ხო? ანუ წამომიღებს 5-ს. ტექნიკურად ყველაზე მარტივი გზა რომ space-იც ამოვაკლოთ, არის 1 გამოვაკლოთ. ეხლა რომ დავხურო ფრჩხილი, მაინც წამოიღოს, მაგრამ ჩათვალეთ, რომ ნინოს space-იც ახლავს თან. თუ მინდა რომ space-იც მოვაშორო, ეს find-ი რადგან 5-ს წამომიღებს და ეს აქ მაქვს ხო ილუსტრირებული. მე რომ ამ find-ის მონაცემს ერთიანი გამოვაკლო, ხო წამოიღებს 4-იანს და ასე შემდეგ, ხო? იგივე მათემატიკური პრინციპით, ამავე ფუნქციაში თუ გამოვაკლებთ მას ერთიანს, find-ი რასაც მოძებნის space, მე რამდენსაც მოძებნის, ჩათვალეთ, რომ წამოვა მარტო სახელი. აქ space-ი აღარ იქნება, იმიტომ რომ space-ი იპოვა, მაგრამ space-ი არ გაითვალისწინა მონაცემის წამოღებისას. ახლა გვარი. გვარის შემთხვევაში ცოტა მეტი უნდა ვიცვალოთ, მაგრამ პრობლემა არ არის. ფუნქცია გვჭირდება right-ი, რადგან გვარი უკვე მარჯვნიდან უნდა წამოვიღოთ სიმბოლოები right-ის შემთხვევაში და გვჭირდება პირველ რიგში უჯრა, რომელიც უნდა იყოს, ასე ვთქვათ, ამისათვის უჯრა, რომელიც უნდა გამოვიყენოთ, რომ წამოვიღოს მარჯვნიდან სიმბოლოები და აქაც გვჭირდება number of characters-ი. კაი.
უნდა წამოიღო მონაცემი ამ უჯრედან, სადაც არის ნინო ბერიძე. რამდენი სიმბოლო გინდა რომ წამოიღო? რეალურად მე უნდა მივაკუთვნო რიცხვი, რომელიც დაითვლის რამდენი სიმბოლოსგან შედგება, ამ შემთხვევაში გვარი ბერიძე. იდეაში ეს მათემატიკურად როგორ შემიძლია გავაკეთო? თუ ჯამურ რიცხოვნობას, ანუ 11 სიმბოლოს, რასაც თვლიანად სახელი სპეისიანად და გვარიანად იკავებს, თუ გამოვაკლებ 5-იანს, რაც არის ლოკაცია სპეისის ჩათვლით. რა დამრჩება? ხო დამრჩება 6. 11 - 5 ხო დამრჩება 6, რაც ტექნიკურად რა გამოდის? ნინო სპეისი ბერიძე არის 11 სიმბოლო, გამოვაკელი ნინო სპეისი, დამრჩება რიცხობრივად გვარი რამდენს იკავებს, ხო? ამიტომ write-ის number of character-ში თუ ჩავწერ lens ამ უჯრაზე გამოკლებული find-ი spaces და ახლა find-ისთვის ცალკე უნდა დავუკონკრეტო, ხო ეს უჯრა? დავხურავ ჭხილს და დავხურავ ჭხილს. გვარსაც წამოვიღებ. ანუ პრინციპი რა არის? ბერიძესთვის მინდა წამოვიღო ეს ნინო ბერიძე, სადაც არის ამ უჯრიდან მარჯვნიდან სიმბოლოები, მაგრამ რამდენი? აი ჯამში რამდენი სიმბოლოც არის, ამ შემთხვევაში 11. იმას გამოვაკლოთ, მე რამდენი სიმბოლოც არის განმოცალკევებელი, ხო, space. რაც მოჭრის ნინო space და დატოვებს ბერიძის რიცხოვნობას, ხო, რომელიც ეს ფუნქცია len-დან find-ის ჩათვლით, მოდის რომ შევაყენო, აქ ზემოთ დამიწერს, რომ ეს არის 6 სიმბოლო. და თითოეული მათგანისთვის ეს ხომ ცოცავია, სხვადასხვა გვარი, სხვადასხვა სიგრძის არის და აქედან გამომდინარე ფუნქციით იმიტომ ვაკეთებ ამას, რომ ერთი ფუნქცია ყველაზე გადავრცელდეს და სწორი მნიშვნელობა წამოიღოს. ეს იყო ეს ჩვენი find-ი. ეხლა გადავიდეთ შემდეგ ნიმუშზე. აქაც კონკატი მაქვს გამოყენებული პრინციპში და ესეც რომ ხელახლა დავუმუშავოთ. უკვე იგივე ინფორმაცია მაქვს წამოღებული ოღონდ ლათინურად, სახელი და გვარები, ცალ-ცალკე სვეტად და რაც მინდა გავაკეთო არის რომ მივაკუთვნო მეილი. როგორ გავაკეთო ეს? გავანთავისუფლოთ ეს სვეტი. მოდი ამ მონაცემს ჩემთან გავაჩერებ, რომ არ იცვლებოდეს ყოველჯერზე, მოვაკოპირებ და ჩავაფეისტებ ველოებად, ეს ჩვენთვის ნაცნობი არის უკვე, რომ ეს სახელგვარები არ შეიცვალოს. ნუ კაი, დათო და კაბანაძე. მინდა შევქმნა მეილი. მინდა იყოს სახელის პირველი ასო, წერტილი და გვარი სრულად და ძაღლუკა gmail.com. ეს შემიძლია გავაკეთო კონკატის და left-ის გადახმარებით. კონკატი. კონკატისთვის მინდოდა პირველი პარამეტრი სახელის პირველი ასო. როგორ გავაკეთო ხო ეს? მჭირდება რაღაც ფუნქცია, რომელიც სახელიდან პირველ სიმბოლოს წამოიღებს. ეს არის ფუნქცია left. Left-ს უნდა უთხრა, რომ მიმართოს სახელების სვეტს და მძიმე. და number of character. პირველი ასო ნიშნავს, რომ უნდა წამოიღოს ერთი სიმბოლო. მაგრამ აქვე გეტყვით, რომ ეს number of character ხედავთ ხო ბრეკეტებში არის. ანუ შესაძლებელია მისი უგულებელყოფა. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არაფერს არ გააკეთებს. ამ შემთხვევაში default სტანდარტული მნიშვნელობა number of character-ებისთვის კონკრეტებელი ისედაც ერთიანი არის. მაგრამ მაინც რომ მივეჩვიოთ ამ ორ პარამეტრიან გამოთვლას, ჩვენი ხელთაძური ჩავწეროთ, არაფერი არ შევდება. ანუ ეს left-ი mouse-ს შევაყვანებ, წამოიღოს მარტო d-ს. დათოდან წამოიღოს მარტო d-ს. ძიმე. პირველი ტექსტი მივაკუთვნეთ. შემდეგი რაც გითხარით იყო წერტილი. წერტილი ხო ჩვეულებრივი ტექსტი არის. ამიტომ უნდა ჩავწერო ბჭყალი, წერტილი და ბჭყალი. ძიმე. პირველი ასო და წერტილი გვაქვს. ეხლა შემდეგი პარამეტრი არის გვარი სრულად. ამიტომ პირდაპირ მივმართავ გვარის სვეტს, ავიღებ კაპანაძეს და მოვხჩი, ხო? მაგრამ ეხლა მინდა ძაღლუკა და gmail.com. ეს ეხლა არსად უჯრაში არ მაქვს, მაგრამ ეს ხო ყველასათვის ერთი და იგივე უნდა იყოს, ყველასათვის უნდა იყოს gmail.com-ი, ძაღლუკიანი. ამიტომ აქვე ხელით რო გავწერო, როგორც წერტილი გავწერე ხელით, ძაღლუკა, ეს ტექსტია, ამიტომ ესეც ბჭყალში უნდა ჩაიწეროს gmail.com. დავხურებ ბჭყალი, დავხურებ ჭხილი. დავწობი enter-ს და ვხედავ, რომ ჩემი დავალება წარმატებით შესრულდა. წამოვიღე ამ ორი სვეტიდან ინფორმაცია, პირველ სახელის პირველი ასო წერტილი მივაკუთვნე მე თვითონ და წამოვიღე გვარი და დავაკომპლექტე ჩემი მონაცემები, ჩემი სვეტი მეილებით, ხო, რომელიც მე თვითონ დავკინძე. ეხლა კიდე რა შემიძლია გავაკეთოთ? არის ასეთი მარტივი ფუნქციები Excel-ში, ეს არის lower-ი, upper-case-ი და proper-ი. ეს დაკავშირებულია ლათინურ ტექსტებთან, სადაც აქვს სურს, რომ დავუშვათ პირველი, ანუ ეს ასოები იყოს მაღალი კაპიტალიზაციის წარმოდგენილი თუ დაბალი, ხო, იყოს დიდი ასოთი თუ პატარა ასოთი წარმოდგენილი. lower-case-ის შემთხვევაში დავდგებით დავუშვათ კონკატის წინ, თუ ჩავწერ კონკატის წინ lowers და ანუ ჩემ ფუნქციას რაც მე გამოვიყენე მეილის სასაწყობად, გამოვიყენებ lower-ის პარამეტრად და ეს არის ერთი პარამეტრიანი ფუნქცია. აიღებს ამ ჩემ სახელ გვარს და მეილს, რაც როგორც გადავ დიდი ასოთიც არის და პატარა ასოებითაც არის, ყველას დაადაბლებს. ნახეთ, გადავავრცელებ ზედ და ხედავთ, კაპიტალიზაცია შეიძლება პატარაზე. თუ lower-ს შევცვლი upper-ით, პირიქით გახდება დიდი ლათინური კაპიტალ ლეტერებით წარმოდგენილი. რაც შეეხება proper-ის მეშვეობით ახლა გაჩვენებთ გიორგი, დათო, ნიკა, ბერიძე დავუშვათ. თუ ამას მიუწერ გვერდზე ფუნქცია proper-ი პირველ ასოს ყოველი სიტყვის გახდის კაპიტალს და დანარჩენს ჩვეულებრივს და ასეთი პრინციპით იქნება წარმოდგენილი. ხო, მგონი გასაგებია. ტექსტის ყოველი პირველ ასო იქნება მაღალი კაპიტალიზაციით. მგონი ესეც გავიგეთ. გადავიდეთ გვერდზე 5.2. ტექსტის მარცხნიდან წამოღება და მარცხნიდან წამოღება ვნახეთ, left და right-ი, მაგრამ ხანდახან გვჭირდება რომ წამოვიღოთ შუა ტექსტი.
და როგორ ვიყენებთ მას? სიმულაციისთვის მაგალითი წარმოვიდგინოთ, გვაქვს ინვოისების სვეტი, დანიშნულება დავუშვათ გადარიცხვის და თან არის მასში ჩაკარგული ინვოისზე ინფორმაცია. ეს არის ინვოისი 01, 02, 5 და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. ზოგი არის აქ მაგალითად ტექსტის შუაში, ზოგი არის ტექსტის ბოლოში. ზოგი ტექსტის დასაწყისში სულაც, ხო და დავალება მაქვს, რომ მოდი ყოველი ამ მუჯრიდან წამოვიღოთ ინვოისზე ინფორმაცია, ისე რომ ერთი ფუნქციის მეშვეობით შევძლო ეს. ამისათვის უნდა მოვძებნოთ, ხო, თითოეული უჯრისთვის ავაწყოთ ფუნქციის სახით ეს პირობა. პირდება ფუნქცია mid. mid ფუნქციას რო გავხსნით ფსხილს, ხედავთ არის შემდეგი პარამეტრები. ერთი არის ტექსტი და მოდი თავიდან ავირჩიოთ ეს უჯრა, სადაც გვინდა ხომ შუა მონაცემი წამოღება. და რა არის შემდეგი პარამეტრი? შემდეგი პარამეტრი არის start number-ი. კაი, აი ამ სიმბოლოებში საიდან გინდა დავიწყოთ წამოღება. ამისათვის უნდა დავაიდენტიფიციროთ ისეთი მონაცემი, რომელიც გვეხმარება თითოეული მათგანი წინასწარ მოვიცვათ. ამ შემთხვევაში ეს არის inv ტირე, ხო? ანუ თითოეული ინვოისის ნომერი იწყება ამ მონაცემით. და find-ით მარტო space-ის ძებნაზე ხო არ არის ეს ფუნქცია, ეს ნებისმიერ ტექსტს ეძებს და არა მარტო ერთ სიმბოლოს, რაც იყოს space-ი წინა მაგალითზე, არამედ სიმბოლოების კრებულსაც. ამიტომ თუ კვლავ გამოიძახეთ ფუნქცია find-ს და მოვძებნი არათუ space და რაღაც ერთ სიმბოლოს, არამედ inv და ტირეს და ტირე inv-ით საკმარისი იყო, მაგრამ უფრო დამატებითი გადაზღვევა არის რისკის, რომ სხვა რამე არ მოძებნოს, რაღაც გვარი არ იწყებოდეს inv-ზე, ხო დავუშვათ. find-ისთვის რა თქმა უნდა ცალკე უნდა დავაკონკრეტოთ უჯრა, იმიტომ რომ გაითვალისწინეთ ეს ცალკე ფუნქცია ამას საერთოდ არ იცის mid ფუნქციას რა აქვს არჩეული. ამიტომ find-ი რო დავწერეთ დავხუროთ ფრჩხილი, start number-ი გვაქვს. ეხლა invoice და ტირე ეს ხო რამდენიმე სიმბოლოა და რას წამოიღებს? რით თავდება თუ რით იწყება? წამოიღებს დასაწყისს. საიდან რომელი სიმბოლოდან იწყება ეს invoice და ტირე? აი რომ მოვნიშნო და შევყომდე, მეტყველს რომ ეს არის მეათე. ეხლა number of characters. ამ შემთხვევაში გამიმართლა და რაღაც ნამეტანი წვალება არ მჭირდება, რადგან ყველა invoice არის კონკრეტული სიგრძის. ეს არის 9 სიმბოლოს. invoice ტირე და რიცხვი ყოველთვის იქნება 9 სიმბოლო. როგორც პირადი ნომერი იქნება ყოველთვის 11 სიმბოლო და ანგარიშის ნომერი იქნება ყოველთვის 22 სიმბოლოსგან შემდგარი. ასეთი სტანდარტები როცა გვაქვს წარმოდგენილი, აღარ გვჭირდება დამატებითი არითმეტიკა და ფუნქციების გამოყენება, პირდაპირ ჩავწეროთ number of characters, ანუ სიგრძე, რამდენიც უნდა მოჭრას, 9-იანი. ჩამოვავრცელებ ფუნქციას და ვხედავ. ამ ფუნქციამ იპოვა, რომ მეათე სიმბოლოდან იწყება invoice და წამოიღო იგი, ეს შემდეგი ფუნქციებიც ასე იწყება, მაგრამ ეს ფუნქცია უკვე invoice აღარ არის მეათე character-ი, აქ რო დავდგე მაუსით ორჯერ და მოვნიშნო მარტო find-ის ნაწილი, ვხედავ, რომ აქ არის 21. ამ შემთხვევაში 21-დან დაიწყებდა და 9-ს წამოიღება. მგონი ეს ნაწილიც გასაგები არის. შემდეგ დავალება არის ფუნქცია text. რაც ჩემი აზრით ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ფუნქცია არის Excel-ში, მით უმეტეს ტექსტთან სამუშაოდ, რადგან აქამდე თუ ფორმატირებას ვაკეთებდით ribbon-იდან და ეს ყოველჯერზე უჯრას უნდა მივმართოთ და გამოიყუროთ, ფუნქცია text-ი საშუალებას გვაძლევს, რომ ნებისმიერი ფორმატირება მისი მეშვეობით გამსავსოთ. კვლავ გვაქვს ვიზიტების ხრი წარმოდგენილი თავისი visit ID-ით, ჰოსპიტალებით და ასე შემდეგ, მაგრამ მაინტერესებს ორი რამ. ერთი მაინტერესებს ტელეფონის ნომერი კონკრეტულ სტილში დაფორმატირებული, არა თუ ესე, არამედ მინდა განცალკევდეს ტირეების მეშვეობით. ვიძახებ ფუნქცია text-ს. ტექსტს აქვს რაღაც 22 პარამეტრი, მაგრამ განმეორდები ეს არის საკმაოდ ძლიერი ფუნქცია. ზოგადად დავირჩიოთ უჯრა, რომელიც გვინდა რომ დაფორმატდეს. ამ შემთხვევაში phone number-ი, ხო, patient number და მძიმე. აქ ახლა Excel-ს ჩემი ხელით უნდა ვუთხრა, როგორი სტილით მინდა დაბრუნდეს იგი, ხო, მაგრამ Excel-ს რა თქმა უნდა თავისი გაწერილი წესები აქვს, როგორ გამოსახოს რიცხვი, როგორ გამოძახოს თარიღი. ამ შემთხვევაში მუშაობთ რიცხვებთან და Excel-ისთვის რიცხვი არის იგივე DS. ან DS როცა ვწერთ, ამ უჯრაში რაც იქნება რიცხვი, DS-ით არ გიქონს ამას. ამიტომ წინასწარ ეხო 9 სიმბოლო იქნება ტელეფონის ნომერებს, ამიტომ ვეუბნები 9 სიმბოლოს DS-ით, მაგრამ ყოველი 3 DS-ის მერე ვეუბნები ტირეს, 3 DS-ი ტირე, 3 DS. დავხურებ ბრჭყალი. დავაწვევ enter და უფრო თვალსაჩინო გახდება, ხო? მგონი გავიგეთ. ახლა გამოხსნა მაგალითად თარიღებთან დაკავშირებით, როგორ შეიძლება მისი გამოყენება. ფუნქცია text-ით თუ სურთ თარიღი დავაფორმატოთ და ამ შემთხვევაში ვიყენებთ registration dates, თარიღებს სხვანაირად ვეუბნებით. თარიღები განსხვავების რიცხვებისგან რაც არის DS-ით აღნიშნული, წელიწადი არის Y, თვე არის M და დღე არის D. აქ კიდე დამატების დეტალია თუ რამდენ Y-ს ვიყენებთ და რამდენ M-ს და რამდენ D-ს, ამასაც ყველაფერს გაჩნიათ. ჯერ სტანდარტი ავირჩიოთ აი ამ უჯრიდან ზემოთ რაც ჩანს, ავირჩიოთ ფორმატი Y, ანუ 4Y, 2M, 2D. ეს რა თქმა უნდა ბრჭყალებში. ნებისმიერ დროს როცა ფუნქციაში რამეს ტექსტობრივად ვწერთ, უნდა ჩავწეროთ იგი ბრჭყალებში. დავაწვევ enter და ვხედავ ეს თარიღი, რომელიც თარიღობრივად არის წარმოდგენილი 11, 21, 24 და საათიც კი ახლავს თან. მე განვსაზღვრო რომ არა, მე მინდა რომ ასეთი ფორმატით იყო. 2024 ჯერ წელიწადი, მერე ტირე თვე, ტირე დღე. ვაიძულებ თარიღს რომ აი ასე გამოჩნდეს. ჩამოვავრცელებ და შემდეგ უჯრებზეც ვნახო. და რა თქმა უნდა, აქ საათს საერთოდ არ ვახსენებ და საიტს უგულებელ ყოფს, მაგრამ პრინციპი შემდეგია, ხო? ახლა რატო 2M, 2D? რო ყოფილიყო 3M, ეს მონაცემი უკვე წამოვიდოდა წელიწადი, თვე ტექსტურად, შემოკლებით და დღე, ასე ვთქვათ, რიცხობრივად, ხო? თუ M იქნებოდა 4,
აქ ხო შემოკლებით იყო ნოემბერი. 4M-ის შემთხვევაში უკვე დამატებითი დეტალიზაცია. ანუ წინასწარ არის გაწერილი Excel-ში, რომ აქ ამოვხსნით ტექსტი, კონკრეტული თარიღი, თუ იქნება 1M-ი. აქ ხარ გამოჩნდება განსხვავება, მაგრამ ეს რო ყოფილიყო დაუშვათ არა თუ ნოემბერი, არამედ დაუშვათ მარტი, 3 გამოჩნდებოდა 3-ად, მაგრამ 2M-ით გამოჩნდებოდა 0-3-ად. ორ სიმბოლოს დაიკავებდა რიცხვის სასახელწოდად, თუნდაც ყოფილიყო 10-ზე ნაკლები რიცხვი. 3M-ი იქნებოდა მარტის შემოკლებით, 4M-ი იქნებოდა მარტის სრულად. ანალოგიურად ახლა ნახეთ, უფრო საინტერესო არის დღეებთან დაკავშირებით. ტექსტის ფუნქციას თუ გამოვიყენებ დავიშევ რეგისტრაციის თარიღს და დავწერ დეს, ну ერთი და რა თქმა უნდა იგივენაირი პრინციპით ახლა 30-ზე 30 წამოიღოს, მაგრამ ეს რო ყოფილიყო დავუშვათ 7, მარტო 7-ას წამოიღებდა. 2M-ი წამოიღებდა 0-7-ს, მაგრამ აი 3M-ი უკვე წამოიღებდა კვირის რომელი დღე არის. ესეც შემოკლებით 3D შემთხვევაში და 4D შემთხვევაში სრულად. ანუ გახსოვთ მე რო გაჩვენეთ ფუნქცია weekday, რომლის მეშვეობითაც შეგეძლოთ რიცხობრივად წამოვიღოთ თარიღიდან, იგი იყო პირველი ორშაბათი, მეორე სამშაბათი და ასე შემდეგ. ფუნქცია ტექსტით შეგიძლიათ ავტომატურად, ლათინურად, ინგლისურ ენაზე წამოიღოთ კონკრეტული თარიღი კვირის მერამდენე დღე არის. ახლა ჩამოვარჩევ და უკვე ვნახოთ. გასაგებია, ხო? გონე ეს პირობაც გავიგეთ. აქვე 1-2 სიტყვას გეტყვით, აქვე მაქვს ნიმუშები, ეს არის ტექსტი ამ უჯრაზე, როგორ ფორმატში წამოიღეს მონაცემს, კვირის დღეც აქ მაქვს ნაჩვენები, თარიღზეც და აქვე არის საშუალება, რომ წინსწრები ნულები მივაკუთვნოთ რიცხვს. მაგალითად, გახსოვთ მე გითხარით, რომ პირადი ნომერი, როდესაც თბილისის კოდზეა საუბარი, 0101 და რაღაცა 0-ით რო იწყება და უჯრა შეინახავს როგორც რიცხვს, პირველ ნულს ყოველთვის დაკარგავს. რომც მიუწერო ხელახლა, დაკარგავს ყოველთვის, იმიტომ რომ ითქვის თუ რიცხვი არის წინ 0 რად უნდაო. მაგრამ ფუნქცია ტექსტით შემიძლია ვაიძულო ეს პირადი ნომერი, რომ წინსწრები 0 ქონეთ. ამის წინასწარ უნდა დავუკონკრეტო, რამდენი 0 მინდა იყოს წამოღებული. ამიტომ აქ თუ ჩავწერ იმებში ბჭყალებში 11 0-იანს, 11 0-იანს თუ ჩავწერ, ყოველთვის მიემატება წინსწრები 0. ეს მონაცემი რა თქმა უნდა არ დაიკარგება, მაგრამ რამდენ 0-საც ჩავწერ, იმდენი 0 ექნება. ახლა რომ დავამატო კიდევ რამდენიმე 0, ხედავთ ხო? იმდენი 0 დაემატება წინსწრებად. ხო, ეს კარგი საშუალებაა, რომ როდესაც მონაცემში კონკრეტულ შეჩი პირადი ნომრები იყრება და ისევე ნახავთ დიეზების გარეშე და პირდაპირ ხან 0 იკარგება, ხან არა. აი სადმე გვერდზე შეგვიძლია მივიდგათ ასეთი სვეტი და ტექსტით განსაზღვროთ, რომ მონაცემი პირადი ნომერში რაც იქნება, ყოველთვის განსაზღვრული იყოს 11 სიმბოლოთი. და ასე შეგვიძლია, რომ უნიფიცირებით ყველა გავხადოთ 11 სიმბოლოს ტოლი, მათ შორის ისეთები, რომლებიც ნულიანით იწყება. ეს ნაწილიც მგონი გავიგეთ. როგორ დავუშვათ შემეძლო რიცხვზე დავდგარიყავი წილადზე და პროცენტად გადამექცია, ასე შემიძლია ტექსტით დავდგე ამ წილადზე და უთხრა, რომ ეს არის 0.00 და პროცენტი. აქ ბუნებრივია რამდენ 0-საც ვეუბნები წერტილის მერე ისე დაამკოლებს, თუ 0-ს საერთოდ არ ვეტყვი და მარტო 0-იანს ვეტყვი, დაამკოლებს მაღალ მთელ რიცხვად წამოიღებს, მაგრამ თუ ვეტყვი 0-იანებსაც, ამით დამატებითი დეტალიზაცია შემაქვს. ხო, ანუ მართავ მე როგორც სურს კონკრეტული ჯის მონაცემი დაფორმატირდეს, ისევ მართავ ამ კონკრეტულ მონაცემებს, ხო? აქვე თუ მინდა რომ ძიმის ფორმატი მივაკუთვნო, ნულიანი იგივე, ანუ რო გითხარით დიეზებით, ხო, რიცხვები, იგივეა ნულიანებითაც. დავუშვათ თუ მინდა ეს რიცხვი 1000-ებში გამოჩნდეს შემდეგნაირად, ტექსტი, ეს უჯრა იყოს დავუშვათ 0 განცალკევდეს ძიმით 1000-ებზე, ხო? წერტილი და წამოიღოს ერთი წილადი მარტო და დავხურო ბჭყალი. ასეთივე ფორმატით იქნება იგი წარმოდგენილი. ესაა და ეს. საათზეც ანალოგიურად კონკრეტულ თარიღს თუ ახლავს ასევე საათი, ახლა ეს ფუნქცია now არის, შეგახსენებთ, რომ ფუნქცია now-ის მეშვეობით შეგვიძლია, მოდი არ ჩანს თარიღი და ვაიძულებ, რომ წამოიღოს more ფორმატზე, დავდგები, გაიხსნება ეს პანჯარა და date ფორმატზე ჩამოსკროლოთ ქვემოთ, თარიღი, სადაც ასევე საათიც არის წარმოდგენილი. დავაკვირვები OK და აქ უკვე საათიც გამოჩნდება. ეს არის მიმდინარე თარიღი, მიმდინარე საათი. თუ ამ ტექსტიდან წამოღებამ სურს მარტო საათების H და MM და SS როგორც განახეთ წეგან რიცხვებზე, მარტო საათს წამოიღებს. გონე ესეც გასაგებია. გახსოვთ მე გასწავლეთ ფუნქცია day და month და ან პრინციპში აი საათის წამოღება მე გასწავლეთ. წამოიღებდა 20, მაგრამ თუ გსურს AM და PM-ები გამომიყენოს საათებს H, MM-ს და SS მიუწერთ AM, PM-ს და თუ ამას გავუქრობთ, ნახეთ, წამოიღებს სტანდარტ 24 საათიანი ფორმატით. ანუ თუ დავუმატებ ამ უჯრას AM და PM-ს, აი ესე ტექსტურად, ეს ნიმუში ფაილი თქვენ გაგვდა, შეგიძლიათ თქვენ ფაილში მოსინჯოთ, უკვე 24 საათის ფორმატით არა, წამოიღებს 12 საათიანი ფორმატით და დაგვიკონკრეტებს AM-ია თუ PM-ი. ახლა პირველ რიგში გაჩვენეთ ხო მეილის აწყობა. დავუშვათ ვინმეს მივანდეთ ეს. რო ეს გაეკეთებინა, აეწყო მეილი. და სამწუხაროდ შეცდომა დაუშვა და კი ააწყო მეილი, მაგრამ Gmail-ის მაგურად ყველას დაარქვა gmail.com.
და ეს ახლა აქ 4 უჯრა არის, მაგრამ წარმოვიდგინოთ ათასობით ჩანაწერზე გააკეთა ეს და ხელი თუ არ დავიწყებთ ამის გავლას და იმის დაიდენტიფიცირებას, ხა ჯერ მოვუჭრათ ყველას და თავიდან ავკინდოთ. არა, უფრო მარტივადაც შეიძლება. როდესაც ვიცი რა არის შეცდომა და როგორ უნდა ჩანაცვლდეს, ეს პირობითი მაგალითია, თუმცა ამის გამოყენება ბევრად ვრცელია. არის ფუნქცია substitute, რაც ქართულად ნიშნავს ჩანაცვლებას. და მეკითხება შემდეგ რამეს. ერთი არის რომ ნებისმიერ მონაცემი უნდა იყოს ეს ტექსტი, ამ შემთხვევაში უჯრა, სადაც არის მონაცემი, სადაც ჩასანაცვლებელია რამე, ძიმე და შემდეგი პარამეტრი არის old ტექსტი. ანუ ძველი ტექსტი. ძველი ტექსტი ჩემთვის არის ის მონაცემი, რაც უნდა შეიცვალოს, რაც აღარ მჭირდება. ამიტომ უკონკრეტებ ეს არის gamil.com. რაც მეტი დეტალით ვეუბნები, უკეთესია, იმიტომ რომ თავს ვიზღვევ, რადგან მე რომ მარტო gamil ჩავწერო, განა არ კმარა, მარტო gamil რო ჩავწერო. მაგრამ იქნებ გვარის ნაწილია ვინმესთან, სადღაც 1000 ჩანაწერს ხო არ გადავჩეკავ, მაგრამ როდესაც ვწერ substitute და ჩამინაცვლეთ gamil.com, ამით თავს მაქსიმალურად ვიძღვევ, რომ Excel-ს არ შეეშლება, რასაც ვავალებ, ხო? ეს აუცილებლად იქნება მარტო მეილის ნაწილი. და ეხლა new text-ი. თუ old text-ი არის ძველი არასწორი მონაცემი, new text უნდა იყოს ახალი სწორი მონაცემი, ხო? ამიტომ აქ ჩავწერ gmail.com-ს, დავხურავ ჭყალს, ჩამოვარცვალებ და ვნახავ, ხო, თითოეული ეს არასწორი მონაცემი ჩაანაცვლა სწორით. ეს წარმოიდგინეთ ათასობით ჩანაწერზეც ანალოგიური წარმატებით იმუშავებდა. ეხლა რაც შეეხება კიდე ახალ ფუნქციას, ეს არის trim-ი და რას აკეთებს იქ. ხანდახან მithumetes, როდესაც ადამიანებზეა დამოკიდებული მონაცემების შეყვანა და დელეგირებას ვაკეთებთ, მოდი შემიყვანე მონაცემები ვიზიტებზე, თანამშრომლებზე, პაციენტებზე და ხელის ხდება ამ შეყვანა, არ ვარ დაზღვეული, რომ მონაცემები იქნება გამართულად შეყვანილი. ხშირად შეიძლება შეხვდეთ, რომ მონაცემს თუნდაც სახელგვარს თან ახლდეს ზედმეტი space, ხო? ასე უშნოდ იყოს იგი წარმოდგენილი. ან დასაწყისში იყოს ბევრი space-ი, ან ბოლოს. ეს ბოლო space-ები რა თქმა უნდა ვიზუალურად არ ჩანს, მაგრამ მანდ არის, ხო? და მინდა თავი დავიზღო და ეს ყველაფერი გავაკრო. ამისათვის არის ფუნქცია trim. trim ფუნქციის მეშვეობით ჩვენ ერთადერთ პარამეტრს ვირჩევთ, უჯრას ტექსტ და რას აკეთებს ეს ფუნქცია trim. სანამ ფუნქციას გავხსნით, რომ მივიტანო მაუსი, ხედავთ, რომ აქ არის ახსნა, ეს არის შლის ყველა space ტექსტიდან გარდა ტექსტის განმაცალკევებელი space-ისა. ანუ ტექსტებს შორის დატოვებ space ერთადერთს, მაგრამ ყველა დანარჩენ space იქნება ეს თავში თუ ბოლოში, ან იქნება შუაში. 5, 3, 6 space თუ იქნება ტექსტებს შორის, მარტო ერთს დატოვებს. ზუსტად ეგ გჭირდება მე. trim ფუნქციას ვეუბნები ამ კონკრეტულ უჯრას, ხურავ ჭხილს, ვაწვევი enter და წმუნდები, ხო, რომ ეს 3 თუ 4 space რაც უჯრებს შორის იყო, დარჩება მარტო ერთი. ის space რაც იყო ტექსტის დასაწყისში, საერთოდ გაქრება. და ამით გავასტანდარტებ, უფრო გავალამაზებ და მოვაწესრიგებ ჩემს მონაცემებს, ხო? ეხლა შემდეგი ფუნქციები ეს არის text before და text after. text before ფუნქცია და text after ფუნქცია არის ახალი ფუნქციები Excel-ში, ეს შეიძლება ძველ ვერსიებში არ შეგხვდეთ და ეს ტრაგედია არ არის. წინა ლექციაზე ასევე გაჩვენეთ, როგორ გამოიყენოთ ინტერნეტ ვერსია Excel-ის, ხო, რომელიც დამატებით საშუალება არის, ჯერ ერთი რომ ახალი ფუნქციებიც გამოიყენოთ და იგი უფასო არის, ერთადერთი გჭირდებათ Microsoft-ის აკაუნტი. გარდა იმისა, რომ ახალ ფუნქციებთან გექნებათ წვდომა, ფაქტორად თქვენი ყველა Excel-ი online იქნება შენახული თქვენს ანგარიშზე და ყოველ ჯერზე შეძლებთ რომ მათზე წვდომა გქონდეთ. ეს წინა ჩანაწერზეც ჩანს, ბოლოში შეგიძლიათ გადაახვიოთ და მან ნახოთ. ხო, text before და text after არის ახალი ფუნქციები Excel-ში, ანაცვლებს იდეაში left და right, რაც Excel-ის დასაწყისში გაჩვენეთ, თუმცა აქვე ვიტყვი რომ მნიშვნელოვანია რომ ყველა ვიცოდეთ. ეს ახალიც ვიცოდეთ, კარგი არის ჩვენთვის, დროის ეკონომიაში გვიწყობს ხელს, მაგრამ ძველი ფუნქციებიც ვიცოდეთ, იმიტომ რომ ყველა კომპიუტერზე შეიძლება არ შეგხვდეთ, ხო? შეიძლება სხვა კომპანიასაც იმუშავებთ, ახალი Excel-ი არ გქონდეთ და მაინც ყოველთვის კარგია რომ დაზღვეული გქონდეთ თქვენი ცოდნა ჩაშენებული ძველი ფუნქციების კარგად დამუშავებითაც. კაი, დავწეროთ text before. text before აქ პირველში, იმიტომ რომ სახელი წამოღება მსურს და სახელი რაღაც სამდე არის, ხო? space სამდე არის სახელი, ამიტომ text before, ტექსტი მანამდე, ასე ვთქვათ, ფუნქცია. მაძლევს საშუალებას, რომ დავაიდენტიფიცირო ზუსტად სახელი. მოდი ავირჩიოთ ეს უკვე გასწორებული ფორმატის მქონე უჯრა და მძიმე. პირველი პარამეტრი იყო ტექსტი, რა თქმა უნდა, ავირჩიე და შემდეგი პარამეტრი არის delimiter-ი. delimiter-ი ნიშნავს განცალკევებელს, რით არის განცალკეული მონაცემი. ტექნიკურად მეკითხება, რომ კაი, გინდა ამ უჯრიდან წამოიღო რაღაც მონაცემი, მაგრამ სადამდე? რა არის? რით უნდა განვასხვავა, ხო? სად მთავრდება ეს მონაცემი? აქ უნდა დავაკონკრეტო, რომ ეს განმოცალკებელი ამ შემთხვევაში არის space. ბრჭყალი space-ი ბრჭყალი. შემდეგ პარამეტრებსაც გაჩვენებთ, მაგრამ ჯერ ეს ამოვხსნათ. შემოვარცევ და ვხედავ, ხო, ფაქტობრივად იგივე გავაკეთე, იგივე შედეგზე გავედი. მაგრამ find-ის გამოყენება არ დამჭირდა, როგორც left-ზე find-ის მეშვეობით გამოვთვალე დაშორება, ეს ჩემ ნაცვლად გააკეთა Excel-მა. მოდი აქ შემდეგ პარამეტრებსაც გაგაცნობთ, ეს არის instance number. თუ ტექსტი რამდენიმე space-ით არის განცალკევებული, დავშვათ სახელი, მამის სახელი და გვარი და მე მინდა რომ მარტო სახელი წამოვიღო, ან სახელი წამოვიღო, მამის სახელი, ან ანა მარია და მსგავსი ტიპის სახელები მინდა რომ წამოვიღო, მეორე space-სამდე. უკონკრეტებ რომ მიმართოს
რიგით მეორე space. ამ შემთხვევაში ეგეთ მაგალითი არ გვაქვს და აზრი არ აქვს, მაგრამ მაგის საშუალებაც გვაქვს. ეს ყველაფერი არასავალდებელოა, იმიტომ მომცა საშუალება ამოხსნით და შეგახსენებთ არასავალდებელო პარამეტრები არის ბრეკეტებში მოქცეული, ამიტომ შემიძლია პირდაპირ გადავახტე. შემდეგი პარამეტრი match mode არის ეს განცალკევებელი ამ შემთხვევაში space-ია, მაგრამ რო ყოფილიყო განცალკევებელი G, B, G, A invoice ან რამე მსგავსი. შეგვეკითხებოდა case sensitive იყოს თუ არა. Case sensitive ნიშნავს, რომ მე თუ ვეთქვი განაცალკევე invoice-ი დიდი ასოებით, case sensitive ნიშნავს, რომ ასევე მოძებნებს, მაგრამ მე თუ ვეთქვი არა, მნიშვნელობა არ აქვს, მცირე ტექსტსაც გაითვალისწინებს გამცალკეებლად. შემდეგი პარამეტრი არის თუ ვერ მოძებნას, სრულად წამოიღებს, ანუ თუ space-ით დავალებ ძებნას და ვერ მონახავს, არ დაკარგავს და სახელგვარს სრულად წამოიღებს, თუ არა და დაიგნორებს. და სულ ბოლო პარამეტრი არის ყველაზე საინტერესო. ეს არის if not found. თუ განცალკევება ვერ მოხდება space-ით, აქ მაქვს საშუალება, რომ ხელახალი text before-ი წამოვიღო და იგივე უჯრედზე განცალკევება მოვნახო ტირეთი. ამ შემთხვევაში კმაყოფილდებოდა ჩემი ნიმუში, სახელის წამოღებას ბევრი წვალება არ ჭირდებოდა და იმუშავა, ამიტომ გადავიდეთ ახლა გვარის წამოღებაზე. text after-ი. text after-ის მეშვეობით კვლავ ვირჩევთ უჯრას, ფაქტობრივად პარამეტრები ყველაფერი არის იგივე. აქაც ვუკონკრეტებ, რომ რის შემდეგ უნდა წამოიღოს მონაცემის არის space-ი, ამიტომ დავუჭერთ თუ არა enter და ჩამოვავრცელებ, გვარიც ყველაფერი წამოვა შესაბამისად. კარგით, ახლა ცოტა გავართულოთ. აქვს შემდეგი ცხრილი წარმოდგენილი. ეს არის ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტები თავისი დოზით და თავისი მიღების წესით. მაგრამ ეს ყველაფერი არის მოქცეული ერთ სვეტად. ეს არის წამალიც ერთად არის, დოზაც ერთად არის და მიღების წესი. და განცალკევებული არის წერტილმძიმედ. ახლა მე ანალიტიკისთვის მინდა წამოვიღო თითოეული მონაცემი ცალ-ცალკე. იმიტომ რომ მე რომ მინდა დავფილტრო დავუშვათ მარტო პარაცეტამოლზე ან ინსულინზე, მირჩევნია ერთი კონკრეტული სვეტი იყოს, სადაც დავფილტრავ და არ იყოს ეს მონაცემი ჩაკარგული ერთ დიდ ტექსტში. დასახელების წამოღება ყველაზე მარტივია. პირდაპირ უნდა უთხრა ამ შემთხვევაში text before-ი. ავირჩევ აი ამ დანიშნულების უჯრას და განცალკევებელი რა არის? ხო, ჩემთვის არის წერტილმძიმე. ამიტომ ბრჭყალი, წერტილმძიმე და ბრჭყალი. დავხურებ ბრჭყლი და ვხედავ, რომ წამოიღო ნამდვილად პარაცეტამოლი მხოლოდ. და არა მარტო პარაცეტამოლის შემდეგ უჯრებსაც მოერგო, ხო, ეს გასაგები არის. აი დოზა არის საინტერესო. ორი ფუნქცია დამჭირდება. დავუშვათ text after-ით. text after-ს უნდა უთხრა აი ამ უჯრიდან. წამომიღე მონაცემი ალბათ ბრჭყალის და კიდე წერტილმძიმის მერე, მაგრამ გაითვალისწინეთ აქ წერტილმძიმეც არის და space-იც და მოდი ბარემ რომ დავიწყო თავიდან 500 მგ-ის space-ით არ დაიწყოს, წერტილმძიმესაც ვეთყვი და space-ს. ამით ვიზღებ რომ განსხვავების left-ისგან და right-ისგან სადაც find-ით მე ვაჭრიდით -1-ს რომ space-ი ამოიკვდო, აქ რითაც ვაცალკევთ იმას აგდებს. იმას არ ითვალისწინებს, ამიტომ წერტილმძიმე space თუ ვეთყვი text after-ზე 500 მგ წამოვა space-ის გარეშე. აქ საილუსტრაციოდ მარტო წერტილმძიმე ხედავთ ხო აქ space-იც არის წამოღებული. დაახლოებით ნახევრად ამოხსენი. ეხლა მაქვს 500 მგ და ყოველ 6 საათში, მაგრამ აქ მინდა მარტო დარჩეს პირველი მნიშვნელობა. ეხლა რა გავაკეთო? ეს ჩემი text after-ი შემიძლია გავხედო text before-ის პარამეტრი. ანუ რასაც text after-ი წამოიღებს, ავტომატურად ჩავარდება text before-ში, ხო? და უკვე text before-ში ვეუბნები რომ განაცალკევოს წერტილმძიმეთი. დავაწვევი enter-ს და ნახეთ ჩამოვავრცელე. text after-მა წამომიღო 500 მგ და მოაყოლა ყოველ 6 საათში, სამწუხაროდ ახლა ვერ გავაკეთებ ისევ ერთი ფორმულით გავაკეთოთ ეს, მაგრამ ჩათვალეთ რომ ჯერ მარცხენა ნაწილი მოვჭერით, რომ მე შემდეგ მარჯვენა ნაწილი მოგვეჭრა. ესაა და ეს ახლა ფურცელსაც როცა ვიღებ და გვინდა გვერდები მოვჭრათ, მაინც ვიძულებული ვართ მაგრატილს ჯერ ერთი მხარე მოვჭრათ, შემდეგ მეორე. ანალოგიური პრინციპით ჯერ წამოვიღეთ მარტო მარჯვენა ნაწილი და მე მარჯვენა ნაწილშიც მოვჭერით კონკრეტული ნიშნულობა. ესაა და ეს. კარგით, ახლა დაგვჭა მიღების წესი. დავწეროთ ფუნქცია text after-ი, ავირჩიოთ უჯრა და ვნახოთ ახლა რა არის delimiter. ჩავწეროთ წერტილმძიმე space-იც და მოდი დავხუროთ ბრჭყალი და დავხუროთ ბრჭყალი რომ ვნახოთ რას მივიღებთ, ხო? 500 მგ წერტილმძიმე და ყოველ 6 საათში. ანუ ორივე მნიშვნელობა გვაქვს, მაგრამ აქედან გვინდა მარტო ერთ-ერთი მარჯვენა, ხო? ერთი ვარიანტი იყო რომ მორი text after-ში ჩაგვეწერეთ ჩვენი ფუნქცია და ხელახალ გაგვემეორებინა გაყოფის პრინციპი, ან მოდი დავუბრუნდეთ ფუნქციას, დავუმატოთ მესამე პარამეტრი და ვნახოთ. Instance number-ი ამ შემთხვევაში უკვე ზუსტად მაგის არჩევის საშუალებას გვაძლევს, მე რამდენი წერტილმძიმის შემდეგ წამოიღოს მონაცემი. ამ შემთხვევაში ჩავწეროთ ორიანი, დავხუროთ ბრჭყალი და ვხედავთ, ხო? რეალურად რაც მაინტერესებდა ის წამოიღო. მიღების წესიც გვაქვს. ამ გვერდსაც მოვჭით, ახლა კი გადავიდეთ შემდეგ საკითხებზე. და პრინციპში ორად-ორი ფუნქცია დავჭა, ანუ სამი ფუნქცია და ამასაც მალე გავივით. ესეც ფაქტობრივად ჩამნაცვლებელი არის კონკატის ფუნქციის. კონკატის ფუნქციას ერთგვარი დისკომფორტი ახლდა თან. იმიტომ რომ
როგორც გახსოვთ, ეს იყო აირჩიე უჯრა, განმაცალკევებელი აირჩიე უჯრა, ხო? თუმე მინდოდა გამერთიანებინა სახელი გვართან, რატომაც არა. სახელის უჯრა, ბრჭყალებში space-ი, გვარის უჯრა და წამოიღო, მაგრამ მე თუ მინდა მთელი რიგი მონაცემები გავაერთიანო, აი მაგალითად ამ უჯრაში როგორც არის წარმოდგენილი, იგივე შედეგის მისაღებად კონკატით დამჭირდებოდა შემდეგი ტიპის ოპერაციები, ხო? უნდა ამერჩია ჯერ უჯრა, მერე მძიმე, მერე კვლავ უჯრა, შემდეგ მძიმე და აჰა კიდე ერთი მეილი. კი, სამი მეილი გავაერთიანე, მაგრამ ახლა თუ 12 და 13 მეილი მინდა ერთ უჯრაში წამოიღოს, დისკომფორტია, ხო? უჯრა განცალკევებელი, უჯრა განცალკევებელი. ამისგან გვაზღვევს ფუნქცია text join, რომელიც ახალი დანამატია Excel-ში. მოდი დავწეროთ ერთად text join და შევხედოთ პარამეტრებს. აქ პირდაპირ გვეკითხება ფუნქცია, რომ რა არის განყოფი. რით გინდა რომ განცალკევდეს. კაი, გავაერთიანებ, მაგრამ რის მიხედვით, ხო? ანუ რა იყოს მათ შორის დაშორება. უნდა უთხრა ის იყოს წერტილი. კერდა ბოდიში მძიმე და space დავუშვით. ან იყოს წერტილი მძიმე, მოდი წერტილი მძიმე უფრო შინაარსობრივი. წერტილი მძიმე და space. მეორე პარამეტრი არის რა ქვია პარამეტრს ignorant. ეს გვეკითხება თუ ტექსტი, რასაც შემდეგ მონიშნავ, space-იც იქნება მათ შორის. ცარიელი მონაცემი. მოვაქციო გაერთიანებაში თუ დავაიგნორო. მოდი, აქ სულ ერთია, რადგან არ ვაპირებ, აქ ყველა მონაცემი შევსებულია, space-ები არ არის, მაგრამ თადარიგს დავჭირდა მოიცვას ცარიელი უჯრებიც. ეს არის false. ნახეთ, false-ის შეესატყვისება include empty cells, ანუ მოიცავი ცარიელი უჯრებით. include empty cells უჩავწერ false იგივე და ავირჩავ ამ დიაპაზონს, ნახეთ. პირდაპირ, რაც მინდა გაერთიანდეს უთხარი. დავხურავ ფრთხილს და დავწვევ enter-ს. წერან ხელით, რასაც ვწვალობდი კონკატით, უჯრა space მძიმე, უჯრა მძიმე, უჯრა მძიმე, ერთადერთი იყო, რომ წინასწარ უთხარი წერტილ მძიმე და დიაპაზონიც ერთი მონიშნით უთხარი. ნაკლები ხელის შრომა არის და პირდაპირ წამოიღო ეს ყველა მეილი ერთ დიდ უჯრაში. ხოლო, ნახეთ, ეხლა რამდენიმე მონაცემი წამეშალა, თუნდაც შუა მონაცემები წამეშალა, მე ხომ მოვნიშნე, რომ ignory არ გაუკეთოს, წამოიღოს space-ებიც. თუ წავშლიდი ამ მონაცემებს, ნახეთ, ეს წერტილ მძიმები მიუხედავად იმისა, რომ ცარიელი უჯრები არის, რადგან მე ვაიძულე ცარიელი უჯრებიც მოიცვას, მაინც განცალკევებას აკეთებს. ზუსტად ამის გადაზღვევა იყო, როდესაც მეკითხებოდა მეორე პარამეტრს. აქ რო ჩამეწერა false კი არა true. ცარიელ უჯრებს პირდაპირ გამოტოვებდა. ეს იყო და ეს მეორე პარამეტრის დანიშნულება მარტო ეგ არის. ფაქტობრივად ორ პარამეტრიანი ფუნქცია არის. განცალკევებელი და რას ვაერთიანებთ. მაგრამ ასევე არის დამშლელი ფუნქციაც Excel-ში. ამას ქვია text split. მოდი ჯერ ქვემოთ დავწერ, აი აქ. გამოვიძახოთ text split-ი. და პარამეტრები არის შემდეგი. text split-ი გვეუბნება ჯერ უჯრას, სადაც არის ტექსტი, რომელიც უნდა განცალკევდეს. აქ ავირჩიოთ ჩვენს გაერთიანებულ უჯრას და ფაქტობრივად უკან გვინდა რომ დავაბრუნოთ, ხო? კვლავ წამოიღოთ დაშლილი სხვადასხვა ცალკეულ უჯრებად. განცალკევებელი რასაკვირველია უნდა იყოს წერტილ მძიმე. ეს არის დინამიური ფუნქციები, დინამიური ფუნქცია ნიშნავს, რომ ერთი უჯრიდან არის განპირობებული, ან როდესაც რაღაც ლურჯი კანტი აქვს ამ ფუნქციას, ნახეთ, რო დგავარ მასზე, ერთგვარი ჭრილი, შუქჭრილი უჩნდება კანტთან ერთად, ნიშნავს, რომ ეს ყველა მონაცემი, რასაც ვხედავთ, აი ამ აქედან არის განპირობებული. ანუ კი ჩანს, მაგრამ რეალურად იმ უჯრაში არ არის ეს მონაცემი, იმიტომ რომ დავდგე რომელიმე მათგანს და წაშლას ვაჭირო. ნახეთ, თქვენ ვერ წაშლით ამ მონაცემსო. რომელიც უჯრა, რომელიც მოიცავს ამ ყველა მონაცემსო, მოთავსებულია B20 უჯრაში. აი აქ. ეს არის წყარო ამ მონაცემების. ამიტომ თუ მინდა ეს ყველაფერი წავშლო, უნდა წავშლო მათი წყარო. პირველ უჯრას წავშლი ყველა წაიშლება, ამ უჯრებს ვერ წავშლი. ეს თუ მინდა რომ ჩაბაშენო უჯრაში, ანუ რაც წამოიღო დარჩეს ამ უჯრებში, უნდა დავაკოპირო და ჩავაფეისტო როგორც მნიშვნელობებად. და ეხლა შემდეგ უკვე შემიძლია რა თქმა უნდა თითოეული მათგანი გავანთავისუფლო, იმიტომ რომ უკვე ვაიძულე რომ განთავსდეს ამ აღნიშნულ უჯრებში. კარგით. მაგრამ იქნება არ მინდოდა წამომიღო ესე სვეტებად, მინდოდა წამომიღო ვერტიკალურად. წკრივებზე გაშლილი იყო ეს მონაცემი. ამისათვის არის დამატებით ფუნქცია. ამ ფუნქციას ქვია transpose. და რას აკეთებს იგი? თუ ავიღებ ამ ფუნქციას text split-ს რაც გამოვიძახე და წინ დავუწერ ფუნქციას შემიბრუნე, რეალურად მაგას ნიშნავს. სვეტებად გაშლილ მონაცემს აქცევს წკრივებად გაშლილ მონაცემებად. უფრო აღსაქმელი იყო სახალგვერდს შევქმნი გიორგი დათო ნიკა. გვერდზე თუ დავდგები და დავწერ ფუნქცია transpose და ამ დიაპაზონს მივაკუთვნებ, წკრივებს გაშლის სვეტებად. მაგრამ იანვარი, თებერვალი, მარტი სვეტებად გაშლილი მონაცემი შემიძლია გავშნალო წკრივებად. ანუ სვეტებს წკრივებად გაშლის, წკრივებს სვეტებად. გონი ეს გასაგები არის.
აქედან გამომდინარე, თუ ეს ტექსტ-სპლიტი მინდა გავაკეთო არა სვეტებად და დავაკომპლექტო იგივე უჯრა წკრივებად, როგორც თავიდან მქონდა წარმოდგენილი, აქ იგივე მიწერია, ხო? მიწერია transpose-ში, transpose ფუნქციაში მიწერია ფუნქცია text-split-ი. აი ამ დიდ უჯრაზე, სადაც ყველა არის თავმოყრილი, გამცალკევებად არჩეული მაქვს წერტილმძიმე და space-ი და დავხურე იგი. ბოდიში ორი ფრჩხილი უნდა დამეხურა, მაგას მეუბნება. იმიტომ მომიტრა რო არ მომიტრალებინა, ეცდებოდა სვეტებად გაშლას და აქვე კარგი საშუალება ამ ეს ერორი გაგაცნოთ და მეწერებოდა მარტო ტექსტ-სპლიტის შემთხვევაში ერორის სპილი. სპილ ერორი თუ შეგხვდებათ, არ დაგაბნიოთ. ეს ნიშნავს, რომ Excel იცნობს მრავლობით უჯრაზე დააბრუნოს მონაცემი, ან დინამიური ცხრილი რაც წევენ გაჩვენეთ, ხო? ერთი უჯრიდან განპირობებული მრავალი ჩანაწერი, მაგრამ ეს რო დაუკონკრეტებლად სვეტებად ცდილობს გაშალოს, აქ რადგან ეჯახება უჯრას, შევსებულ უჯრას, მეუბნება, რომ არ შემიძლია გაჩვენოს შედეგი ამ ფორმულის, რადგან მჭირდება ამდენი და ამდენი უჯრა და ესე ჩაათნახეთ კრთალი კანტით. მეუბნება, აი ამდენი უჯრა მჭირდება მონაცემი გაჩვენ და შუაში დაბრკოლება არის. სპილ ერორი ნიშნავს ამას. აქ ახლა როცა ამოვატრიალე დაბრკოლება არ ქონდა და თავისუფლად გაიშალა უპრობლემო, თუმცა ეს არის ერთი ფუნქციიდან განპირობებული. აქაც თუ სადმე დავდგებოდი და თუნდაც space ჩავწერდი აი სადღაც შუაში. იგივე პრობლემას გადავაწყობდი. მეუბნება, რომ არ მყოფნის ვიზუალურად არ შემიძლია ეს უჯრები განახო, რადგან სადღაც ქვემოთ არის დაბრკოლება. მე ეს უჯრები მჭირდება და სადღაც შუაში რაღაც მიშლის ხელს. ეს ქვედა ყველა უჯრა უნდა იყოს ცარიელი. ეს არის და ეს. რა მიკითხვა ხო არა გაქვთ? კარგით, მაშინ ერთ დეტალსაც გეტყვით ტექსტ-სპლიტზე, ეს ცოტა advanced არის, მაგრამ თავს მივცემ საშუალებას, რომ ეგეც აგიხსნათ და შემდეგ უკვე სავარჯიშოები ამოვხსნათ, კარგი? თუ მაქვს მონაცემი, ნახეთ ტექსტ-სპლიტს ქონდა შემდეგი ვარიანტი. ტექსტ-სპლიტს ქონდა არა მარტო განცალკევება სვეტებად, არამედ განცალკევება წკრივების და მიხებით. ეხლა რა თქმის, ხანდახან მონაცემი შეიძლება იყოს გაშლილი შემდეგნაირად. დავშალოთ მაგ first name-ი, ცოტა მივაახლოვებ, ამ პრინციპში ახალ გვერდს გამოვიყენებ, რო სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ. დავშალოთ მთავარ უჯრაში რაღაც ამოვეექსპორტე და მაგ first name-ი, last name-ი და ვსო. ეს არის განცალკევებული სვეტები წერტილმძიმით. და დავშალოთ წკრივი განცალკევებულია წერტილმძიმით და მიყვება რა გიორგი უკვე სვეტებად განცალკევებული ბერიძე. წერტილმძიმე ნინო სვეტები განცალკევებული მძიმით კაპანაძე. ერთ უჯრაში არა ეს მონაცემი, მაგრამ რეალურად ეს არის სვეტები first name, last name, სადაც მონაცემები არის გიორგი ბერიძე, ნინო კაპანაძე. წერტილმძიმე ნიშნავს, რომ განცალკევება ხდება მწკრივების. ასეთი ტიპის ხილზე შემიძლია გამოიყენო ფუნქცია text-split-ი. დავდგე მასზე, უჯრაზე, სადაც ეს ყველა მონაცემია თავმოყრილი და უთხრა, სვეტის გამყოფი რა მაქვს თქო, როგორ თქვი, მძიმე და space. ხოლო მწკრივები იყო, როგორც თქვით, წერტილმძიმის მეშვეობით. აბა რა მოხდება, ახლა რომ დავაწვევი ეთერს. გასაგებია ხო? აი ფუნქცია შეგახედებთ. ერთ უჯრაში თავმოყრილია ეს ცხრილის სახით მონაცემია თავმოყრილი, მაგრამ ასეთი და ასეთი ფორმატით. მიტკეპნილია ერთმანეთზე, მაგრამ დაიდენტიფიცირებადია რა არის სვეტის განმაცალკევებელი, ამ შემთხვევაში მძიმე და რა არის წერტილმძიმის წკრივის განმცალკევებელი. ახალი ლაინი, ახალი ხაზის განმცალკევებელი იყო წერტილმძიმე, ხო? ახალ ჩანაწერებზე შემიძლია ზუსტად ასე წამოვიღო იგი. აქ თუ დავამატებდი, ნახეთ, კვლავ გავაგრძელოთ წერტილმძიმე დათო დავუშვათ გიორგაძე. ხდებით ხო? ერთ უჯრაში ეს ყველაფერი, მაგრამ ამ პირობის დაკმაყოფილების და დაკმაყოფილების შემთხვევაში ემატება და ემატება. კარგით, მოდი ახლა დრო ცოტა დავშვიდოთ სავარჯიშოებს ამოვხსნით თქვენთან ერთად. თუმცა რა თქმა უნდა, უნდა წაგახალისოთ, რომ ეს დამოუკიდებლადაც ამოვხსნათ სახში და თუ რამე კითხვა გექნებათ, მომიბრუნდეთ და ამოვხსნაში რა თქმა უნდა დაგეხმარებით. დავიწყოთ ხო? პირველი დავალება არის სახელგვარის განცალკევება. ეს ახლა არ უნდა გაგიჭირდეთ, ახლახანს გაჩვენეთ რამდენიმე ვერსია, ერთი იყო left და right-ი, ერთი იყო text before text after-ი. სულ ერთია, ორივე შეგიძლიათ გამოიყენოთ. შეიძლება უფრო მარტივი მოგეჩვენოთ, რა თქმა უნდა, text before-ი ბევრად უფრო ახალი და ზუსტად მაგმიზნით არის დამატებული, რომ რაც ცოტა რთული ჩანდა ძველი ვერსიით გაამარტივეს, მაგრამ ჩემი რჩევა არის, რომ ყოველთვის კარგი იქნება, რომ ძველი ფუნქციებიც იცოდეთ. რადგან გარდა იმის, რომ სახში შეიძლება ეს ფუნქცია არ გქონდეთ Windows იმის Excel-ის ვერსიის და გამო, შეიძლება სამსახურშიც, რომელშიც იმუშავებთ, ან ახლა მუშაობთ, არ გქონდეთ ისეთი ახალი ლიცენზიის მქონე Windows. ეს ხშირი არის, ეს არ არის ბიუჯეტზე გაფრთხილების პრობლემა. იმდამაც შეიძლება კომპანიამ ჩათვალოს, რომ რა საჭირო არის ასეთი ოპერაციებისთვის ახალი ლიცენზიის ყიდვა. აქედან გამომდინარე, მოდი მე ჯერ ძველი ფუნქციით განვაცალკევებ ამას, გამოვიყენებ ფუნქცია left-ს, ვეუბნები უჯრას. ეხლა მე ვეუბნები left-დან, ანუ მარცხნიდან წამომიღე სიმბოლოები, მაგრამ რამდენი? გიორგი ამ შემთხვევაში იკავებს 6 სიმბოლოს, ხო, მაგრამ ეს ხوار ჩავწერ 6-იანს.
6-იანი გიორგიზე იმუშავებს, მაგრამ დანარჩენებზე არ იმუშავებს. ამიტომ მინდა რამე მცოცავი ფუნქციის მეშვეობით თითოეული მაგალითისთვის თვითონ დააიდენტიფიციროს მე რამდენი არის space და გამოვაკლოს იგი. ამას აკეთებს find-ი. მივახსოვებ ცოტას. ლევცი ფუნქცია find-ის მეშვეობით პოულობთ. რა უნდა მოვძებნოთ, ხო? გამცალკევებელი ამ შემთხვევაში რაც არის? ეს არის space. იქნებოდა ტირე ჩავწერდი ტირეს. მაგრამ find-ი ცალკე ფუნქცია ამან არ იცის რა უჯრაზე უმუშავთ, ამიტომ უნდა დავუკონკრეტოთ find-მა space უნდა მოძებნოს ამ უჯრაში. დავხურეთ ფრჩხილი. ეხლა find-ი მოძებნის რომ space-ი არის მე-7 სიმბოლო ამ შემთხვევაში. გიორგი თავდება მე-6 სიმბოლოზე, მაგრამ მე-7 სიმბოლო არის space. მე თუ აქ დავრჩები რეალურად მე ფუნქცია left-ს ვეუბნები რომ წამოიღოს 7 სიმბოლო space-ის ჩათვლით. მე ეს არ მინდა. ყველაზე მარტივი მე შევთხოვდი რომ მე-7 სიმბოლო არ გაითვალისწინოს, არის გამოვაკლოთ find-ის ნაპოვნ რიცხვს ერთიანი. დავხურავ ფრჩხილს, ჩამოვავრცელებ და თითოეული მათგანი სწორად იქნება დათვლილი, წამოღებული. რაც შეეხება გვარს. გვარზე ვიყენებთ ფუნქცია rights, ანუ მარჯვნიდან მოგვაქვს მონაცემი, კვლავ დგებით სახელგვარის სვეტზე და ეხლა number of character-ი, რამდენი character-ი წამოიღოს, ორი ფუნქცია მჭირდება. ერთი ფუნქცია იყო len-ი, რომელიც დასაწყისში გაჩვენეთ, რომელიც ჯამში რამდენი სიმბოლოა კონკრეტულ ჯრაში მაგას ითქმის, აი ხა რომ გავამოქვე ეს ფუნქციის ნაწილი და ამ ფუნქციის ნაწილი დამიწევს, რომ ეს არის 12 character-ი. ანუ ჯამში გიორგი space ლორია მოიცავს 12 characters. 12 სიმბოლოს. მე თუ 12 ჯამურ სიმბოლოს გამოვაკლებ, მე რამდენი არის space-ი? სახელის ჩათვლით მე რამდენია space? მე ერთადერთი მრჩება გვარის სიგრძე. ანუ 12-ს გამოვაკლებს 7-იანს, რაც არის space-ის ჩათვლით რიცხობრივი სიგრძე და რა თქმა უნდა დარჩება 5, ხო, რაც ამ შემთხვევაში აღწერს გვარის სიგრძეს. ამიტომ len-ს გამოვაკლებთ find-ით იგივე პრინციპით მომიწევნოს space-ი ამ უჯრაში და გვარით სწორად წამოვა. გონეს გავიგეთ. რაც შეეხება ხა გვარის შეერთებას ნახეთ, ოღონდ გაგმიერთიანე სახელგვარი ისე, რომ ჯერ გვარი იყოს, მერე space და სახელი. გვჭირდება ფუნქცია concat-ი, ვეუბნები ჯერ გვარს, space-ი რა თქმა უნდა ცალკე character-ია, ცალკე ტექსტად ვეუბნები მძიმე და ვეუბნები სახელს. დავხურე ფრჩხილი. ჩამოვარცელე და ფუნქცია შესრულდა. აქვე დროს ვიხელთებ და კიდე ერთ ვარიანტს გეტყვით, უფრო პრიმიტიულს, მაგრამ ესეც მუშაობს და რატომაც არა. გავერთილოთ ფუნქციის გარეშე. უდრის ჯერ გვარი. ექსელში შეგიძლიათ გამოიყენოთ end სიმბოლოები. ეს არის 7 და 7-იანით, აი ეს გამაერთიანებელი სიმბოლო გამოჩნდება. ეხლა მე ვეუბნები აი ამ უჯრას გავუერთიანე რა? ბრჭყალი space-ი ბრჭყალი, ხო? ეხლა კიდე ერთხელ გამიერთიანოს ეს ყველაფერი ამ უჯრასთან. აქ ფუნქციას მე არ ვიყენებ, თუმცა მაინც იგივე პირობას აკმაყოფილებს, ხო? იმიტომ მენუალურად ხელით ვაიძულე უჯრების ერთმანეთთან შეერთება. ეს არის 7 და 7-იანი დააბრუნებს end ნიშანს. დანიშანს. პირობა მაინც შესრულდება. აქვე მოდი გამოვთვალოთ მეილი, ესეც გაჩვენეთ წინა სლაიდებზე, ეს არის მგონი 5 და 2, არა. ხო, პირველივე გვერდზე იყო მეილი საწყობა. მინდა სახელის პატარასო, წერტილი და გვარი სრულად. left-ი სახელზე რა თქმა უნდა წამოიღებს სახელის პირველ ასოთს default-ად. თუმცა დავაკონკრეტოთ, რომ წამოიღოს ერთი სიმბოლო. როგორც აქ გიორგი სახელგვარიდან გიორგის წამოსაღებად უბრალოდ მოვძებნეთ, რომ მე-6 წამოიღო, აქ პირდაპირ ვეუბნებით უხეშად, რომ წამოიღოს ამ უჯრიდან პირველი სიმბოლო, წამოიღოს რა თქმა უნდა სახელის პირველ ასოთს. ძიმე კონკატის შემდეგი პარამეტრი უნდა იყოს წერტილი, ბრჭყალებში წერტილი ძიმე და გვარი სრულად. ძიმე. ეხლა gmail.com ყოველთვის საერთო უნდა იყოს, ამიტომ ხელით ჩავწერ მე თვითონ ბრჭყალებში ზაღლუკა gmail.com და პირობა შესრულდება. თუ მინდა რომ ეს ყველა character-ი იყოს lower case, ანუ პატარა ასოებით იყოს წარმოდგენილი, კონკატს წინ უნდა მიუწერო ფუნქცია lower. იყო lower case, upper case და proper, ხო, გვახსოვს ესეც პირველ გვერდზე წარმოდგენილი, აი აქ. lower case, upper case და proper. ჩამოვარცელებ და თითოეული ამ ადამიანისთვის შევქმნით პირადი მეილის მისამართი. ეხლა შემდეგი დავალება. ეს არის თარიღის ფორმატირება. ამისათვის გვჭირდება ფუნქცია text. აქვე მიწერია date-სვეტის თარიღები text ფუნქციის დახმარებით დაწერეთ შესაბამისი ფორმატით. და ფორმატები აქვე მაქვს გაწერილი ზედა უჯრებს. ფუნქცია text-ი ავირჩიეთ თარიღის უჯრა და ეხლა ფორმატს უკონკრეტებ. m-ი ნიშნავს, m-ი ნიშნავს თვეების დაფორმატება და კონკრეტულ ფორმატში და y-ი წელიწადს, ხო? m-ი y, ანუ 4y-ით წამოიღებს მარტო თვეს და წელიწადს. აქვე ხაზგაუსვამ, რომ ეს გრუპირებისთვისაც გამოსადეგარია. გახსოვთ, მე endofmas-ი გასწავლეთ ზუსტად იმიტომ, რომ მე მინდოდა იანვრებად დაგრუპულიყო, 5 იანვარი იქნება თუ 7 იანვარი მინდოდა, რომ იანვრად აექვა Excel-ს სამომავლო აგრეგირებისთვის, ანალოგიური გრუპირების საშუალება არის ტექსტიც, ხო? შემიძლია უგულებელყო დღე და პირდაპირ თვე და წელი წამოვიღო კონკრეტული თარიღიდან, აი ესეთ ფორმატში. ან ასეთ ფორმატში.
3M თუ იქნებოდა ტექსტურად გამოაჩენა ხო თუ ეს თუ 4M იქნებოდა სრულ ტექსტ ნოემბერი სრულად იქნებოდა წარმოდგენილი 2M ამ შემთხვევაში მარტო მაგას ნიშნავს ხო რიცხობრივად იყოს 2M 3M ტექსტურად შემოკლებით 4M ტექსტი სრულად აქვე საშუალება მაგაჩვენოთ ტექსტის ფუნქცია დღეებზე თუ 4 დღეს ჩავწერ წამოიღებს არა თუ 11-ს არამედ კონკრეტულად კვირის რომელი დღე არის იგი აქაც შეგახსენებთ ეს ერთგვარი ალტერნატივა არის ფუნქცია weekdays ხო weekdays მეშვეობით მოქონდა 1-დან 7-ის ჩათვლით რიცხვი იმის აღსანიშნავად ეს იყო შაბათი თუ კვირა და აქვე ეს არის ყველაზე გავრცელებული ფორმატი თარიღების ჩემი რჩევა რომ თქვენს ხშირად გამოიყენოთ ხოლმე ეს არის წლები ტირე თვე და დღე რიცხობრივად კარგი ეს დავლებაც გავაკეთეთ ახლა შემდეგი დავლება არის ნომრის ფორმატირება phone number switch-ი მყოფი მონაცემი მოარგეთ სვეტის შესაბამის ფორმატს. ეს არის კვლავ იგივე, ხო? დიეზები, ოღონდ ტირეთი მინდა განვაცალკევო იგივე. ტელეფონის ნომერი, რომ უფრო მარტივი წასაკითხი იყოს. ვირჩევ ამ რიცხობრივ უჯრას და ვუკონკრეტებ. დიეზები ტექსტს როგორც ემები თუ ეუბნებოდი თვესთან დაკავშირებულ ფორმატს, დიეზი ფაქტობრივად რიცხვის აღნიშნავი არის. პირველი სამი სიმბოლო ტირე, შემდეგი სამი სიმბოლო ტირე და ბოლო სამი სიმბოლო. ასე გებულობს Excel-ი. და შესაბამის რიცხვებს მოაქცევს დიეზების ნაცვლად, ხო? და ისიც. ტირები გამოჩნდება, წასაკითხადაც მარტივი იქნება. ეს რო არ ყოფილიყო ტირე და ყოფილიყო სპეისი, ანალოგიურად ხო, მაინც იმუშავებდა. ესეც მგონი გავიგეთ. ახლა მონაცემების გასუფთავება. მე აქ მთელი რიგი ოპერაციები მინდა გავაკეთო. ეს მივანდე ჩემი ფაილის სამუშაოდ, ჩემს სტაჟიორს ან დავუშვათ სხვადასხვა დეპარტამენტის თანამშრომელს, რომ პაციენტებთან დაკავშირებით ტელეფონის ნომრები შეენახათ. მაგრამ ზოგმა 995-ით შეენახა, ზოგმა სპეისებით მოახვედრა ფაილში, ზოგმა გაწერა, ზოგმა დაამატა თუ დააკლო. მინდა რომ უნიფიცირება მოვახდინოთ ჩემს ფაილში, რომ ერთი კონკრეტული ფორმატით იყოს იგი წარმოდგენილი. ამიტომ მთელი რიგი ოპერაციები უნდა ჩავატარო. აქლა წინასწარ შევხედოთ, ასეთი პრობლემა მაქვს. ზოგ ჩანაწერში არის სპეისები მოხვედრილი. ახლა ნახეთ. შეიძლება ჩვენს ხელთ არსებულ ბაზაში სხვადასხვა, რაც ახლა წერენ გითხარით, დარღვეული არის ფორმატი, ამ შემთხვევაში ჩანაწერებში გამოყენებულია სპეისები და substitute-ის გამოყენებით ჩამონაცვლებელი ფუნქცია რაც იყო. ჩვენ გვინდა რომ ამოვაგდოთ სპეისები. სპეისები ჩავანაცვლოთ არაფრით იდეაში, რასაც ვაკეთებ. ამიტომ აქ ვდგები წერ ფუნქციას substitutes. ვირჩევ ამ უჯრას ეგ პრობლემა არ აქვს, მაგრამ მე ხო იმიტომ ამწერ ამ ფუნქციას რომ კონკრეტულ უჯრას მოერგოს, მე მინდა რომ გადავცელებით ყველა შესაძლო პასუხი იყოს გათვალისწინებული. all text-ი ჩემთვის არის space-ი, ახალი ტექსტი ჩემთვის არის არაფერი. ამიტომ ბრჭყალებში space-ი ბრჭყალებში, ბრჭყალების space-ი ბრჭყალებში შემიცვალოს ბრჭყალი და ბრჭყალით, ხო, რაც ნიშნავს რომ არაფერი. არაფერი არ წამოიღოს space-ის ნაცვლად. და რო ჩამოვარჩელებ ფუნქციას ვხედავ, ხო, რომ ეს space-ები რაც ალაგ-ალაგ ხდება, შემდეგ პასუხში არ მოდის. ახლა ნახეთ. ეს 995-ები კარგია რომ იზრუნა ამ საკითხზე, მაგრამ არ მჭირდება. არ მჭირდება 995-ები, მარტო ქართული ნომრები მაქვს და უგულობელყოფა მინდა. მინდა წამოიღოს მარტო ხუთიანით რაც იწყება. ეს არის 9 სიმბოლო, ხო, რეალურად. ამიტომ მე როცა ვიცი რომ ყოველთვის 9 სიმბოლო უნდა იყოს წამოღებული და 995-ის შემთხვევაში ეს არის 12. პირდაპირ დავწერ ფუნქცია writes, ანუ მარჯვნიდან წამოიღოს მონაცემი, აი ბარემ ჩემს გასუფთავებულ მონაცემზე და წამოიღოს 9 სიმბოლო. ასე ავტომატურად თუ საჭიროება იქნება მოჭრის 9 სიმბოლოს, თუ არა და მაინც 9 სიმბოლო მომქონა, ხო, არაფერი არ შავდება, პირიქით კარგ საქმეს მიკეთებს. და ერთადერთი საფეხური დამჭერ რაც წერან გაჩვენეთ, მინდა ამ უჯრის დაფორმატება. ტექსტის მეშვეობით, აი ეს უკვე ჩვენი გაფილტრული მონაცემი, მინდა წამოვიდეთ დიეზი, ტირე აი ამ ფორმატით. გასაგებია ხო, ანუ რამდენიმე საფეხური დამჭირდა, რომ იგივე შედეგზე მიმეხსევა. უბრალოდ აქ თავიდან კარგად ქონდა მონაცემები შენახული და ესეც შემთხვევაში, როცა კარგად არ მაქვს მონაცემები წარმოდგენილი, მე თვითონ ვაკეთებ ამ გაფილტრებას და აი მე ვაკეთებ იმას, რაც მინდა, ხო? ეს შეიძლება იმდან ხშირად დაგჭირდეთ საქმეში, თქვენ თვითონვე გაგიკვირდეთ. ყოველთვის მონაცემების მოწესრიგება საქმისთვის მნიშვნელოვანი არის, იმიტომ რომ დროსაც ზოგავს და მოხერხებულიც არის. კარგით. ეხლა იგივე დავალება მაქვს, რომ რაც წერან გაჩვენეთ. ეს არის მონაცემის წამოღება სვეტება. ამახსოვთ ეს დავალება text after-ებით და text before-ებით. დავიწყოთ წამლით. ეს არის text before-ი. კონკრეტულ delimiter-ება, ანუ გამცალკეებლამდე არის ეს მონაცემი და ეს არის წერტილმძიმე. დავხურებ ჭხილი. ეს left-ითაც შეიძლება და ამის გაკეთება, ხო? ჩამოვარცხელე იგი. რაც შეეხება დოზას, ეს უკვე იყო ან text after-ი და მე text before-ი, ან ჯერ text before-ი, აი ამ უჯრაზე და delimiter-ი არის წერტილმძიმე. თუმცა მეორე. აქ რო გავჩერდე, წამოიღებს ისევ წამლის დასახელებას. აქ უნდა დავუკონკრეტო, რომ მეორე წერტილმძიმემდე მონაცემი მოჭრას, რაც უკვე მოიაზრებს 500 მგ-საც. და აი მე უკვე ნახეთ,
წამლის დასახელება წერტილმძიმე დოზა შემიძლია უკვე მოვაქციოთ text after-ში და უთხრა, რომ წერტილმძიმე და space-ის მერე წამოიღოს მონაცემი. ფუნქციაში ფუნქცია. ეს ჩვენთვის ახალი აღარ არის. რაც შეეხება მიღების წესს, ეს პირდაპირ არის text after-ი, text after წერტილმძიმე, ოღონდ მეორე. გონი ესეც გავიგეთ. ეხლა ეს არის დავალებაზე მორგებული ამოხსნა, ხო? მე როცა ვაიდენტიფიცირებ ეს მონაცემი რაც არის შეერთებულია წერტილმძიმეთი, მაგიტო ვიყენებ delimiter-ად წერტილმძიმეს. თქვენ პრაქტიკაში ეს თუ იქნება ქვედატირე, ან ჩვეულებრივი ტირი, ან რა ვიცი, space-ი, ან 5-იანი ან 6-იანი, თქვენ საჭიროებას მოარგებთ, ხო, შესაბამისად. ამიტომ მაგაზეც გქონდეთ აქცენტი. ჯერ დააიდენტიფიცირეთ რით არის განცალკევებული უჯრები და შემდეგ მიმართეთ ფუნქციას და პარამეტრს. სულ ეს იყო დღევანდელი ლექცია. ვთვლი რომ საკმაოდ მსუყე გამოვიდა, ბევრი ფუნქცია ახსენით, მაგრამ მე თუ მკითხავთ თითოეულ მათგან ინტუიციურად, ან გარკვეული მათგანი იყო ძველის სანაცვლება ახლით. მე მირჩენია რომ ყველაფერი იცოდეთ, მაგრამ აქვე ხას უსვამ რომ უმნიშვნელოვანესია ძველი ფუნქციებითაც შეგეძლოთ მუშაობა, რადგან როგორც წელან ვახსენე, არ ხართ დაზღვეული რომ სადაც დაიწყებთ მუშაობას, ან სადაც ახლა მუშაობთ, ყველა ფუნქცია გექნებათ ხელთ.